Hi, ძალიან მიხარია რომ აქ ხართ. ეს არის ახალი პოდკასტი Mindset მინდია გაბიჩვაძესთან და მე ვარ მინდია გაბიჩვაძე. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი 91 წელს ემიგრაციაში რო წამოვედი ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმის შემდეგ ვცხოვრობ აქ. ამჟამად ბოლო 28 წელიწადია უკვე ლოს-ანჯელესში ვარ და იხა იქიდან ვიწერ ამ გადაცემას იქიდან გესაუბრებით. უკვე 20 წელიწადზე მეტია როგორც პროფესიით ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაში მოღვაწეობ და ამერიკაში მაქვს მიღებული ორივე მაგისტრატურის და სადოქტორო ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში. დაახლოებით 6 წლის წინ დავაარსე კლინიკა Midens Health, რომელიც დღეს უკვე რამდენიმე შტატში ფუნქციონირებს და მე პირადად ამ კლინიკაში მხენძღვანელობ ფსიქოდიაგნოსტიკურ შეფასებებს. ასევე 2 წლის წინ გავხსენით Midens Health ფილიალი თბილისში, რომელიც ალბათ ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ალბათ ჩემი პროფესიის ფარგლებში, რადგან ამან მომცა საშუალება, რომ უფრო ახლოს ყოფილიყავი დაკავშირებული ჩემს საყვარელ და მონატრებულ ქვეყანასთან. პირველ რიგში რა მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ალბათ ჩემს საუბარში ხვდებით და გესმით, რომ გარკვეულ გრამატიკულ შეცდომებს ალბათ უშვებ, ქართულად რო ვლაპარაკობ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არ შემიშლის ხელს თქვენთან საუბარში და რაც უფრო მეტ დროს გავატარებ თქვენთან, უფრო გამიადვილდება და უფრო უკეთესად გაგრძელდება ეს საუბარი. რამ გადამაწყვეტინა ახლა რომ მე თქვენთან ეს საუბარი დამეწყო და საერთოდ მომეცა ჩემი თავისთვის უფლება რომ თქვენთან გამეტარებინა ეს დრო. როდესაც საქართველოში ფსიქოლოგიის სფეროში მომიწია შეხება, მე მივხვდი ერთი რაღაც დავინახე პირველ რიგში რომ ეს იყო განსხვავებული ჩემი პრაქტიკის და ჩემი განათლებისგან. და მე არ ვახასიათებ რომ ეს იყო კარგი, ან ეს არის კარგი, ან ეს იყო ცუდი. უბრალოდ განსხვავებულია. ძალიან ხშირად მესმოდა ჩემი მეგობრებისგან და ჩემს გვერდზე მყოფი ხალხისგან ბევრი კითხვები, რომ რა არის ფსიქოლოგია, ძალიან დაბნეულები იყვნენ ფსიქოთერაპია, როგორ ხდება, რანაირად ხდება, რას აკეთებს ფსიქოლოგი, რაში გვეხმარება საერთოდ ეს სფერო. ზუსტად აი ამ ფაქტორმა გადამაწყვეტინა და მომინდა რომ თქვენთან გამეტარებინა ეს დრო და მესაუბრა განსაკუთრებით კლინიკურ ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ თემებთან. ფსიქოლოგიის მიმართულებით დაკავშირებულ საკითხებზე. მე მინდა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა დავინახოთ ისე ზუსტად რაც ნიშნავს. პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჯანმრთელობის სისტემა. ეს არის სისტემა და რომელიც ყველა ჩვენთაგანს რაღაც გარკვეულ პერიოდში ეხება. მე მინდა თქვენთან ერთად სტიგმა დავარღვიოთ და მე მინდა სიჩუმე დავამარცხოთ საქართველოში ამ სფეროსთან დაკავშირებით. ეს არხი, ეს პოდკასტი მინდა რომ იყოს ძალიან ინტერაქტიული ჩვენ შორის. არ მინდა იყოს უბრალოდ ლექცია, მარტო ლექცია რომ მე ვისაუბრო. მინდა დიალოგი იყოს ჩვენ შორის. მე მინდა დამისვათ კითხვები, ასევე თუ საჭირო იქნება შემეწინააღმდეგოთ კიდევაც, რადგან მხოლოდ ამით შევძლებთ ჩვენ იმ გეგმის შესრულებას, რაც ჩემი სურვილია, რომ დავანგრიოთ სტიგმა ამასთან დაკავშირებით. ერთ ფაქტს მე გარწმუნებთ, რომ ეს პოდკასტი დაყრდნობილი იქნება წამყვანი უნივერსიტეტების და კლინიკების კვლევასთან, რაც გვაჩვენებს ამ ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით. ასევე მე გაგიზიარებთ ჩემ პირადულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და პროფესიულ გამოცდილებას და იმედია თქვენც ამაში შემომიერთდებით. მენდობით რომ გამიზიაროთ თქვენი აზრი და ამაზე ვისაუბროთ. ჩემი მიზანია, ჩემი ცოდნა, ჩემი გამოცდილება და რეალობა ისე გაგიზიაროთ, რომ თქვენთვის აზრიანი და გამოსადეგი აღმოჩნდეს. თუ ეს თემები და ეს იდეა თქვენთვის საინტერესოა, გამოიწერეთ ეს ჩემი YouTube channel-ი, ასევე გამომყევით სოციალურ ქსელებში, ეს იქნება Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და ერთად შევქმნათ ეს სფერო. მინდა ეს პოდკასტი იყოს ხმა ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც უგრძნია თავის ცხოვრებაში უხილავად, მარტოდ, გარიყულად
ეს იქნება ყველა ჩვენთაგანისთვის, ყველას ხმა, ვინც ცდილობს, რომ თავისთავი გაიცნოს, ან მის გვერდზე მყოფი გაიცნოს და მინდა ერთიანად შევქმნათ ის სივრცე, რომ საუბარი გავაგრძელოთ. საუბარი, რომელიც ძალიან გვჭირდება. მადლობთ და იმედია გიხილავთ ამ არხზე მომავალში.